წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ტექნოლოგიური კვირეული 2025 დასრულდა. კვირეულის ფარგლებში 5 დღის განმავლობაში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები გაეცნენ თანამედროვე ინოვაციებს. გაიღრმავეს ცოდნა ტექნოლოგიების მიმართულებით და მონაწილეობა მიიღეს თემატურ დისკუსიებში. დახურის ღონისძიებას აფხაზეთის და ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე დაესწრო, რომელმაც ახალგაზრდებთან ტექნოლოგიური ინოვაციების შესწავლის ხელშეწყობაზე ისაუბრა. მე მიხარია, რომ ესეთი კარგი მიზანზე ორიენტირებული პროექტი გამოვიდა და სამომავლოდ აფხაზეთის მთავრობა აქტიურად მხარს დაუჭერს ახალგაზრდებს, ჩვენს დევნილებს, რომლებსაც კარიერული წინსვლის თვალსაზრისით ჭირდებათ ის მნიშვნელოვანი უნარები, რაც მათ უნდა შეიძინონ ტექნოლოგიური კუთხით. ჩვენი მიზანია, რომ მომავალში გავაგრძელოთ მსგავსი შინაარსის პროექტების განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები თანამემამულების ჩართულობას. მოხარული ვარ, რომ მოვხდი ბანაკში. Am 5 დღეში გავიცანი შესანიშნავი ადამიანები და მეგობრდით, ასევე მივიღე ახალი ცოდნა, რომელიც დამეხმარება მომავალში და კარგი იქნება თუ შემდეგშიც მოხვდები ეს მსგავს ბანაკებში.